დაიწყე უკვე? ჰა? მიკროფონი ხო კარგად? მოგესალმებით მეგობრებო, გაზაფხულამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ უკვე დავიწყე მზადება, ჩემი მოტოციკლეტის გამზადება ევროტურისთვის. უკვე ბევრჯერ ვახსენე, რომ იტალიაში წასვლას გეგმავდა, ეხლა გამოვიწერე ჩანთები, რომლებიც დამაგრდება დაახლოებით ამ ადგილას, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, რადგანაც ბევრი ბარგის წაღება მომიწევს და ამ მოტოციკლეტში კიდე ბარგის სათავსო ფაქტობრივად არ არის. ეხლა გაჩვენებთ სავარგულს, როგორ გამოიყურება ამ სავარგული. აი აქ რა შეიძლება ჩავდოთ, მაქსიმუმ რა შეიძლება ჩავდოთ? ვერაფერი. პირდაპირ გეტყვით, რომ აქ ვერაფერს ვერ ჩავდებ, ამიტომ მჭირდება ბევრი ჩანთები. ჩანთები გამოვიწერე, ჩამოვიდა უკვე ერთ სულ გავხსნა და ვნახოთ თუ როგორი გამოვიდა და წამოდით ახლა გადავიდეთ, გავხსნათ, ვნახოთ ჩვენი ჩანთები, დაგათვალიერებინებთ რა ზომის არის, როგორია, ძალიან მაინტერესებს და ვნახოთ რა დაგხვდება. წავედით. ეხლა გავხსნათ და ვნახოთ თუ როგორი ჩანთები ჩამოვიდა, იმედია საკმაოდ ტევადი იქნება, რადგან კი ნახეთ როგორი საბარგულია და დიდი ზომის ჩანთები დამჭირდება, რადგან ბევრი ბარგის წაღება მომიწევს. გავხსნათ ეხლა და ვნახოთ თუ რა ჩამოვიდა. ეს არის ზურგ ჩანთა, რომელიც საკმაოდ დიდი ჩანს. ნახოთ ამას რო ვიწევდებ. აი ესე გამოიყურება და შეგნითად საკმაოდ ტევადია, ეს გაიზრდება, ეს რა მოყვა. აი ეს გადასაფარებელი მე მგონი წვიმაში რო არ დასვალდეს, მაგრამ ეს თვითონ ესაც არ უნდა სვალდებოდეს წვიმაში და ესეთი პრიალა ზედაპირით ავიჟე, რადგან აქ მინდა რაღაც სხვადასხვა სტიკერების დაკრობა. სტიკერები იქნება როგორც ჩემი YouTube არხის, ასევე სპონსორების და იმ კომპანიების, ვინც ხარს დაგვიჭერს და თავის წვლილს შეიტანს ამ პროექტში. ეს არის ფეხის ჩანთა, საკმაოდ პრაქტიკულია ფეხზე დასამაგრებლად და რო გითხრათ ძალიან ტევადია თუ არა, მაგრამ სულ არაფერს შეუგია. და ბოლოს ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, აი ამ ხელას ნამდვილად არ ველოდით, ბევრად პატარა მეგონა, მაგრამ აი ძალიან დიდია და ძალიან გამიხარდა. თავარია როგორ დაჯდება ჩემს მოტოციკლზე. გვერდებზე უნდა დამაგრდეს აი ეს ჩანთა, ესაც იგივე ზედაპირი ავიღე, აქაც სტიკერები წავა. ერთ მხარეს და მეორე მხარეს ორი უზარმაზარი ჩანთა. ამ ხელას ნამდვილად არ ველოდი, მე უფრო ამის ნახევარი მეგონა რომ იქნებოდა, მაგრამ ძალიან გამიხარდა. მთავარია როგორ მოერგება, ეხლა ცოტა ხანში მოვარგებ მოტოციკლს და შევხედოთ როგორ დაჯდება, იმედია ძალიან არ დაამახინჯებს. მაგრამ ნახოთ რა და როგორი გამოვა. ამ ჩანთების სამაგრი უნდა ამოწყონ მოტოლაგუნაში და ეხლა წავალიქ და ნახავთ თუ როგორი სამაგრი აეწყობა და როგორი გამოვა საბოლოო ჯამში. ვიყავი უკვე მოტოლაგუნაზე მისული, სადაც მოარგეს კონსტრუქცია დაახლოებით როგორიც უნდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა, გადმოკეთება დაჭირდება იმისთვის, რომ დაჯდეს იდეალურად, იყოს კომფორტული, იყოს ლამაზი. ამაზე იზრუნებენ ბიჭები, ძალიან მალე გააკეთებენ, იმიტომ რომ ჭირდებოდა მოტოციკლის ადგილზე დატოვება. ვინაიდან და რადგანაც თვის ბოლოს მივფრინავ და მაგას მალე გაიგებთ, დავდებ ახალ ვიდეოს, ახალი ქვეყნიდან და ახალი მოტოციკლეტით. და მანამდე კი მოტოციკლს დაუტოვებ გასაკეთებლად მოტოლაგუნაზე, ისინი იზრუნებენ ამ ყველაფერზე, ამ სტიკერს კი დავაკრავ ჩემ მოტოციკლეტის საქარემინაზე, რომელიც დარჩება ძალიან დიდხანს და ყველა კომპანია, რომელიც ამ მოგზაურობაში შეიტანს თავის წვლილს, მათი ლოგოები დარჩება ჩემი მოტოციკლეტის საქარემინაზე.